სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკ კოლეგას და ქვეყნის ვიცე-პრემიერს უნდა შეხვდეს. 9 წლის შემდეგ ეს არის საქართველოდან პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტი ბრატისლავაში. ოფიციალურ თბილისს სლოვაკეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თვენახევრის წინ ბრატისლავას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტუმრობდა, რა დროსაც მისმა სლოვაკმა კოლეგამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და თბილისში პრემიერ რობერტ ფიცოს და პარლამენტის თავმჯდომარის ჩამოსვლაც დაანონსა. სწორედ სლოვაკეთმა დააყენა ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი და ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. ოფიციალური ბრატისლავა მომხრია, რომ საქართველოს ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართოს და კომუნიკაცია ისევ გაგრძელდეს. რა გზავნილებით არის ჩასული ქართული დელეგაცია ბრატისლავაში? ანა ბროლაძე ემზადება ორდღიანი ვიზიტის გასაშუქებლად. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება სლოვაკეთის დედაქალაქიდან. ანა. რა გზავნილებს მოვისმენთ ქვეყნის პირველი პირისგან, ამას შევიტყობთ მას შემდეგ, რაც მას უმასპინძლებს სლოვაკეთის პრეზიდენტი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში და ამის შემდგომ უკვე მხარეები მედიისთვის გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს და ნახავთ რა იქნება ამ ერთობლივ განცხადებებში. მთავარი აქცენტი საქართველოს და ამ შემთხვევაში მასპინძელი ქვეყნის სლოვაკეთის პრეზიდენტის მხრიდან. სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა მიხეილ ყაველაშვილის და მისი დელეგაციის თვითმფრინავი სლოვაკეთის ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში. ქართული დელეგაცია არის უკვე სლოვაკეთის დედაქალაქში და ხვალ დაიწყება ოფიციალური შეხვედრები, რომელიც მოიცავს სტუმრობას პრეზიდენტის სასახლეში და შეხვედრას ამ მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან. ასევე მას ექნება შესაძლებლობა, რომ აუდიენცია ჰქონდეს სლოვაკეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. დატვირთული დღის წესრიგით არის ჩამოსული მიხეილ ყაველაშვილი და მისი დელეგაცია. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ელჩს, იმ დიპლომატიური უწყების წარმომადგენელს, რომელმაც მოამზადა ამ ქვეყანაში, მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი მიხეილ ყაველაშვილისთვის ამ ქვეყანაში და ელჩი ამბობს, რომ ბუნებრივია ეს სტუმრობა და დახურულ კარს მიიღება განხილული საკითხები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ქალაქში არის სამზადისი საქართველოს პრეზიდენტის დასახვედრად. ბუნებრივია, როგორც ხდება ხოლმე პროტოკოლურად, ასეთი ოფიციალური ვიზიტების დროს ჩვენი ქვეყნის დროშებით არის მორთული ბრატისლავის ქუჩები. ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგი კი ხვალდილიდან აიღებს სტარტს. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა. პრეზიდენტ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე. საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. ასევე დაგეგმილია პრეზიდენტების მიერ თავისუფლების კარიბჭის მემორიალის გვირგვინით შემკობა. ჩვენ ველოდებით მათ შორის მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ერთ-ერთ ჯერს მე ახლა ვდგავარ ბრატისლავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის ბრატისლავის ციხე-სიმაგრის ფონზე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის და მისი თანხლები დელეგაციის პატივსაცემად დღეს უნდა აინთოს საქართველოს დროშის ფერებში. როგორც აღნიშნე, დელეგაცია უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქშია, ხვალ აიღებს დილიდან ოფიციალურად სტარტს პოლიტიკური შეხვედრები და ნახოთ რა გზავნილებს მოვისმენთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ძალიან ღია და გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი. მადლობა. სლოვაკეთის დედაქალაქიდან ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.